HIV ინფექცია სამედიცინო პრობლემიდან სოციალურ პრობლემამდე. Როგორც აღმოჩნდა, სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი ინფიცირებულთა მომსახურებაზე უარგუმენტოდ ამბობს. სამაგიეროდ არგუმენტირებული პოზიცია აქვს ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტებისთვის მკურნალობაზე უარის თქმა უკანონოა და ამის გამო შესაძლოა ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. სტიგმა, შიცი და ქართული საზოგადოება. გიორგი ხუხიას რეპორტაჟში. Пациенты поступили заболевания, HIV инфицированы. Санскорт экипс пациенты посмотрели, მსგავსი ექსპერიმენტი თბილისის რამდენიმე სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩაატარეს. მოქალაქე კონსულტაციაზე ჩაეწერა, თუმცა მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ HIV ინფიცირებულია, მომსახურებაზე ყველგან უარი უთხრეს. შიცის ცენტრში ამბობენ, რომ თუ კი პაციენტს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ დაწესებულებაში სტერილიზაციის და დეზინფექციის პრობლემებია. Პაციენტი არ არის ვალდებული ექიმს უთხრას თავისი HIV ინფიცირების შესახებ, იმის გამო, რომ სისხლისმიერი ინფექციები, როგორც არის HIV ინფექცია, შიცი და ჰეპატიტები, შეიძლება საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ადამიანმა არც კი იცოდეს, რომ ის ავირუს მატარებელია. პაციენტის უფლებების დამცველები ამბობენ, რომ HIV სტატუსის საფუძველზე შეზღუდვა დაუშვებელია და კლინიკებში ისეთი სტანდარტები უნდა არსებობდეს, რომ არც ერთ მოქალაქეს მომსახურებაზე უარი არ უთხრან. კანონმდებლობის მიხედვით ცხადია, არავის აქვს უფლება შეზღუდოს ადამიანის უფლება მის HIV სტატუსის საფუძველზე, ან რაიმე დაავადების საფუძველზე. კლინიკაში უნდა იყოს უსაფრთხოების ისეთი სტანდარტი, სადაც ავტომატურად არავის რისკი არ შეექმნება, ეს პაციენტი მიღებული იქნება HIV ინფიცირებული თუ არა HIV ინფიცირებული. იდენტობის ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ როდესაც მკურნალობის შედეგად სისხლში ვირუსი სუსტდება, HIV ინფექციის გადადება შეუძლებელია და პაციენტის საფრთხეს არ წარმოადგენს. 2015 წელს საქართველოში პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის ნაკლებობა და არა HIV ინფექცია და მეორე ის, რომ საქართველოს კანონი იმდენად მოძველებულია და გაუმართავი, რომ ის ხელს უწყობს HIV დადებითი ადამიანის სტიგმატიზირებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტების დისკრიმინაციის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ. შესაბამისი სამსახურები კი სათანადო რეაგირებას მოახდენენ. ხშირად ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან თავისი უფლებების შესახებ. თუ ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა იქნება გასაჩივრებული, რასაკვირველია კანონი არის პაციენტის მხარეს. 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში HIV-შიცის 5177 შემთხვევა აღირიცხა. აქედან უმეტესობა სქესობრივი გზით გადაცემის შემთხვევებია. რეგისტრირებულ ინფიცირებულთა 47,3% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია. შიცის ცენტრში HIV ინფექციაზე და შიცზე ტესტირება მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ.